გამარჯობა. ქათმის სოსისი მინდა და შერეული. გემრიელის სოსისის ღვეზელი უნდა გამოვაცხო. და ფეხბურთს უნდა უყურო. ხო. საკმარისი. მადლობა. სოსისის და ბეკონის ღვეზელი. ბეკონი 100 გრამი. ქათმის სოსისი და შერეული სოსისი 200 გრამი. ყვითელი ჩედარი 150 გრამი. კვერცხის გული 1 ცალი. ცომისთვის დაგჭირდება ქვილი 400 გრამი. წყალი 250 გრამი. საფუარი 5 გრამი. მარილი 1 გრამი. აქ მე მაქვს ქათმის სოსისი, შერეული სოსისი, ირლანდიური ჩედარი, კვერცხი, კარაქი, რა თქმა უნდა, ბეკონი და ფქვილი. ამ ყველაფრისგან მე მოვამზადებ ძალიან გემრიელ სოსისის ღვეზელს, რომელიც ძალიან უხდება ფეხბურთსაც და ლუდსაც. დავბრაწავ სოსისს. კარაქი, ცოტა კარაქი უფრო გემრიელი რო იყოს, ცოტათი ზეთი კარაქი რო არ დაიწვას და სოსისი. ქათმის სოსისი. ვიწყებ ცომის მოზელას. საფუარი დაახლოებით 5 გრამი, მარილი გემოვნებით. დაახლოებით 1 გრამი ეყოფა. საფუარს და მარილს კარგად გავხსნით წყალში. სოსისი უკვე დაიბრაცა, ნახევრად დაბრაწული მინდა. ქვილის დაახლოებით რამდენსაც მოითხოვს წყალი. ლამაზ გუნდს გავაკეთებ და ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებ. საფუარი აქვს, უნდა დაველოდო ამოსვლას. სანამ ცომი ამოვა, ბეკონს დავჭრი წვრილად. ყველს გავხეხავ. ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნიც. ნებისმიერი მდნარი ყველი. ირლანდიური ჩედარი, ყვითელი ჩედარი გავხეხე. ერთი კვერცხის გული მჭირდება ზემოდან რო გადაუსვა. ჩედარი, კვერცხი, ბეკონი, სოსისი, ყველაფერი მზადა მაქვს. ველოდები ცომს. ცომი ამოვიდა, ქვილს მოვაყრე მაგიდაზე. ცომს კარგად გადავზილავ. გავაფრთხილებ. გამოსაწყობი ფორმა. მაშას დავიწყე აწყობა. ყველი, ირლანდიური ჩედარი, ქათმის და შერეული სოსისი, ბეკონი და დარჩენილი ირლანდიური ჩედარი. შემდეგ ჩავჭრით ცომს. იგივენაირად მეორე მხარეს. დახურული არ უნდა იყოს, უნდა ისუნთქოს. ერთის გამოტოვებით ცომს ვაშორებ. ამას ზემოდან კარაქი და შემდეგ ნახევრად გამომცხვარს უკვე წავუსვებ კვერცხის გულს. გამოსაწყობად მზად არის. ღუმელი უკვე წინასწარ მაქვს გახურებული 200 გრადუსზე. ამას დასჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი. თითქმის მზად არის. ცოტა კვერცხის გული და კარგი ყვითელი ღვეზელი გამოვა. შვენიერი. ამას დასჭირდება კიდევ დაახლოებით 5 წუთი.
ძალიან კარგად გამოიყურება. ხვეძელი მზად არის. ხვეძელი გამოცვა ცხელია, ამას ძალიან ხდება დოგვი. შემიძლია დავჭრა. კარგია. ყველი კარგად არის ჩამდგარი, სოსისი და ბეკონიც კარგად არის შემწვარი. მოკლედ, ძალიან გემრიელი სოსისის ხვეძელი დოგვთან ერთად.